სულიერი კაცის აღსარება, რომელსაც სიმდაბლემდე მივყავართ. როცა საკუთარ თავს ყურადღებით მივაპყარი მზერა და ჩემს შინაგან მდგომარეობას დავუკვირდი, გამოცდილებით დავწმუნდი, რომ ღმერთი არ მიყვარს. მოყვასის სიყვარული არ მაქვს, არაფერი რელიგიური არ მწამს, ამპარტავნებითა და ავხორცობით ვარ სავსე. საკუთარი გრძნობებისა და საქციელის ზედმიწევნით გამოძიების შედეგად ყოველივე ამას მე მართლაც პოულობ ჩემში. კერძოდ, ღმერთი არ მიყვარს. ღმერთი რომ მიყვარდეს, მაშინ მასზე განუწყვეტელი ფიქრი გულს გამიხარებდა. სიხარულით დამატკბობდა ღმერთზე ყოველი გაფიქრება. მე კი პირიქით, გაცილებით ხშირად და გაცილებით მეტი სიხარულით ყოველდღიურ საზრუნავზე ვფიქრობ. ღმერთზე ფიქრი კი ჩემთვის ძნელია და მოსაწყენი. მე რომ იგი მიყვარდეს, მასთან ლოცვით საუბარი მასაზრდოებდა, სიამეს მომგვრიდა და მასთან განუწყვეტელი კავშირისკენ მიმიზიდავდა. მაგრამ პირიქით, მე არა მარტო ვერ ვტკვები ლოცვით, არამედ ლოცვის დროს შრომაც მიხდება. ვერ ვძი უხალისობას, სიზარმაც ემადუნებს, ზადვარ სიხარულით გავაკეთო უმნიშვნელო რამეც კი, ოღონდ რამენაირად შევამოკლო ან შევწყვიტო ლოცვა. არაფრის მომცემ საქმეში დრო შეუმჩნევლად გამირბის, მაგრამ როცა ღვთისთვის ვიღვწვი და მის წინაშე წავდგები ხოლმე, ყოველი საათი წელიწადად მეჩვენება. როცა ვინმე უყვართ, მთელი დღე განუწყვეტლივ მასზე ფიქრობენ, მას წარმოიდგენენ, მასზე ზრუნავენ, ნებისმიერი საქმის კეთების დროს გონებით საყვარელ მეგობარს დასტრიალებენ. მე კი მთელი დღის განმავლობაში 1 საათსაც ძლივს პოულობ, რომ ღმერთზე ღრმა ფიქრში ჩავიძირო და მისი სიყვარულით ავენთო, ხოლო დარჩენილ 23 საათს თავგამოდებით ვწირავ მსხვერპლს ჩემს ნებიან კერპებს. ამაო სულისთვის მდაბალ საგნებზე საუბრის დროს მხნედვარ და კმაყოფილებას განვიცდი, მაგრამ როცა ღმერთია მსჯელობა, სიცივე, მოწყენილობა და სიზარმაცე მიპყრობს. თუ ღვთიურ საგნებზე ლაპარაკში უნებურად ჩამithრევენ, სასწრაფოდ ვცდილობ ჩემი ვნებების მაამებელ საუბარზე გადასვლას და უცხრომელია ჩემი ცნობის მოყვარეობა ახალი ამბების, სამოქალაქო დადგენილებებისა და პოლიტიკური მოვლენების მიმართ. ხარბად ვესწრაფით და ვიკმაყოფილო ცნობის მოყვარეობა საერო მეცნიერებებში, მხატვრობაში, მიღწევებში, ხოლო საღვთო სჯულის მოძღვრება, ღმერთსა და რელიგიაზე ცოდნა ჩემზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, ჩემს სულს არ ასაზრდოებს და ყველაფერი ეს არა თუ ქრისტიანისთვის არა არსებით საქმიანობად, არამედ უცხო, მეორე ხარისხოვან საკითხადაც კი მიმაჩნია, რითაც მხოლოდ თავისუფალ დროს მოცალეობისას უნდა დავკავდე. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ღვთის სიყვარული მისი მცნებების აღსრულებით შეიცნობა, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს რომელსა უყვარდე მე. ხოლო მე მის მცნებებს არა მარტო არ ვასრულებ, არამედ ოდნავ ზრუნავ მათზე. მაშინ სრული ჭეშმარიტება იქნება, თუ დავასკვნით, რომ ღმერთი არ მიყვარს. ამავეს ადასტურებს ბასილი დიდიც, როცა ამბობს, ადამიანს ღმერთი და ქრისტე რომ არ უყვარს, ამას მცნებების შეუსრულებლობით ამტკიცებს. არ მაქვს მოყვასის სიყვარული, რადგან მოყვასის საკეთილდღეოდ არათუ სულის დადება არ შემიძლია სახარების მიხედვით, არამედ ჩემს ღირსებას, კეთილდღეობასა და სიმყუდროვესაც კი ვერ ვწირავ მოყვასის საკეთილდღეოდ. მე რომ იგი სახარებისეული მცნების თანახმად საკუთარი თავივით მიყვარდეს, მაშინ მისი უბედურება შემძრავდა, ხოლო მისი კეთილდღეობა აღმაფრთოვანებდა. მაგრამ პირიქით ვიქცევი, მოყვასის უბედურების ამბებს ცნობის მოყვარეობით ვისმენ და არ განვიცდი, გულგრილი ვარ და რაც ყველაზე დიდი დანაშაულია, რაღაცნაირ სიამოვნებასაც კი მგვრის. მოყვასის ცუდ საქციელს სიყვარულით კი არ ვფარავ, არამედ განვიკითხავ და ვახმაურებ. მისი კეთილდღეობა, პატივი და ბედნიერება საკუთარივით კი არ მახარებს, არამედ როგორც უცხოსი, ჩემში არანაირ სიხარულს არ იწვევს და პირიქით, თითქოს ოდნავ შურსა და სიძულვილსაც კი აღმიძრავს. არაფერი რელიგიური არ მწამს, არც უკვდავება, არც სახარება. მე რომ ძლიერ მჯეროდეს და უეჭველად მწამდეს სიკვდილის შემდგომი მარადიული ცხოვრება და მიწიერი საქმეებისთვის მისაგებლის არსებობა, განუწყვეტლივ ამაზე ვიფიქრებდი. თავად უკვდავებაზე ფიქრიც კი შემზარავდა
და მდგმურივით გავატარებდი ამ ცხოვრებას, რომელიც თავის სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადება. მე კი პირიქით, მარადისობაზე არ ვფიქრობ და ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრული ჩემი არსებობის საზღვრად მიმაჩნია. ჩემში დაბუდებულია ფარული აზრი, ვინ იცის რა იქნება სიკვდილის შემდეგ. თუმცა ვამბობ, რომ მკვდავება მწამს, ამას მხოლოდ გონებით ვამბობ, გულით კი შორს ვარ მისი მტკიცერ რწმენისგან, რასაც ცხადად ადასტურებს კიდეც ჩემი საქციელი და განუწყვეტელი ზრუნვა ამ ქვეყნიური ცხოვრების კეთილმოწყობისთვის. ჩემს გულს რწმენით რომ მქონდეს შეწყნარებული წმინდა სახარება, როგორც ღვთის სიტყვა, გამუდმებით მას მიმართავდი, მას შევისწავლიდი, მისით დავტკბებოდი და მზერასაც კი დიდი მოწიწებით მივაპყრობდი მას. აღმაფრთოვანებდა მასში დაფარული სიბრძნე, მადლი და სიყვარული. დღე და ღამ დავტკბებოდი საღვთო სჯულის სწავლებებით, მისით ვისაზრდოებდი, როგორც ყოველდღიური საკვებით და გულით ვეცდებოდი მისი კანონების ახსრულებას. ვერაფერი მიწიერი ვერ განმაშორებდა მას. არადა პირიქით, როცა იშვიათად ვკითხულობ ან ვისმენ ღვთის სიტყვას, ამასაც ან აუცილებლობის, ან ცნობის მოყვარეობის გამო ვაკეთებ. თანაც ამ დროს დიდ გულის ყურს კი არ ვიჩენ, არამედ სიცივესა და უინტერესობას ვგრძნობ. თითქოს ჩვეულებრივ რამეს ვკითხულობდე. სრულიად უნაყოფოდ ვანებებ თავს და სიამოვნებით მზად ვარ საერო საკითხავით შევცვალო იგი, რაშიც უფრო მეტ კმაყოფილებასა და უფრო მეტ საინტერესო რამეს პოულობ. ამპარტავნებითა და თავმოყვარეობით სავსე ვარ. ამას მოწმობს ჩემი ნებისმიერი საქციელი. თუ ჩემში რაიმე სიკეთეს ვხედავ, მისი გამო მზეურებო მსურს, ან მის გამო სხვებთან ვქედმაღლობ, ან შინაგანად ვტკბები საკუთარი თავით, თუმცა გარეგნულად სიმდაბლეს ვიჩენ, ყოველივეს ჩემ ძალებს მივაწერ და სხვებზე აღმატებულად უკიდურეს შემთხვევაში არანაკლებად მივიჩნევ თავს. თუ ჩემში რამე მანკს შევნიშნავ, მისთვის საპატიო მიზეზს პოულობ და აუცილებლობის ან უდანაშაულობის ნიღბით ვფარავ. მათზე ვბრაზობ, ვინც პატივს არ მცემს და მიმაჩნია, რომ ხალხის შეფასება არ იციან. პატივმოყვარეობ ნიჭით, საქმეში წარუმატებლობა შეურაცხმყოფლად მიმაჩნია. თუ რტვინავ და ჩემი მტრების უბედურება მახარებს. თუ რაიმე სიკეთისკენ მივილტვი, ამ დროს ჩემი მიზანია ან ქება, ან სულიერი ანგარება, ან საერო ნუგეში. ერთი სიტყვით, საკუთარი თავისგან გამუდმებით ვქმნი კერპს, რომელსაც განუწყვეტლივ ვემსახურები და ყველაფერში ხორციელ ტკბობასა და ჩემი ავხორცივნებებისა და ავხორცობისთვის საზრდოს ვეძიებ. ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ჩემს თავს ამაღ, მრუშ, ურწმუნო, ღვთის არამოყვარე და მოყვასის მოძულე ადამიანად მივიჩნევ. შეიძლება არსებობდეს ამაზე უფრო მეტად ცოდვილი მდგომარეობა. ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არიან ბნელეთის სულები, თუმცა მათ ღმერთი არ უყვართ. ადამიანის სულთ ამბარტავნებით ცხოვრობენ და საზრდოობენ. ყოველ შემთხვევაში სწამთ მაინც და სარწმუნოებით ძრწიან. მე კი განაარსებობს იმაზე საშინელი ხვედრი, მე რომ მომელის. სხვა რის გამო შეიძლება უფრო მკაცრი და უკიდურესი განაჩენის გამოტანა სამშაბლოზე, თუ არა ამგვარი უყურადღებობისა და უგუნური ცხოვრებისთვის, რასაც მე ჩემში ვაცნობიერებ.